რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს დაუწესა ფინანსური სანქციები. ივანიშვილმა ერთგვარად თადარიგი დაიჭირა და დაიწყო ოფშორებიდან მისი ბიზნესების საქართველოში გადმოტანა. მან ამისთვის ველი ჯერ კიდევ შეიმზადა გასულ წელს ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონით, რითაც მას მნიშვნელოვანი გადასახადებზე შეღავათები დაუწესდა. შესაბამისად, მან დაიწყო გადმოტანა ოფშორებიდან კომპანიების მისი ოჯახის წევრებზე, მაგალითად ეკატერინე ხვედელიძემ და უტა ივანიშვილმა იანვრის თვეში დააარსეს 4 სააქციო საზოგადოება და სწორედ ამ კომპანიებზე გადმოაქვს უკვე ივანიშვილს ოფშორებიდან მისი ბიზნესები, თუმცა მესამე სექტორში ამბობენ, რომ ის ვერ მოახერხებდა სრულად მისი ბიზნესების გადმოტანა საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა ძალიან სწრაფად იმოქმედოს და აწესოს სანქციები, მიზნობრივი სანქციები, ფინანსური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ და ისინი გვეუბნებიან, რომ არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ მისი გარემოცვის წევრებსაც აქვთ ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები, მაგალითად ასეთად გვისახელებენ ისინი ვანო ჩხარტიშვილს, რაც შეეხება ქმედებებს ჩვენ გვესმის ძალიან ხშირად ბრიტანეთიდან ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით რომ ეს სანქციები უნდა დაწესდეს, დეპუტატები მოუწოდებენ სწორედ მთავრობას, სტარმერის მთავრობას ამ სანქციების აუცილებლობაზე და გვეუბნებიან ჩვენ ანალიტიკოსები, რომ ბრიტანეთის სანქციები იქნება ბევრად უფრო მძიმე ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის სანქცია, ვინაიდან ბრიტანეთი ინდივიდუალურად იღებს ფინანსურ სანქციებზე გადაწყვეტილებას, ეს იქნება მიზნობრივი სანქციები და ვინაიდან ორი უმსხვილესი ბანკი არის ბრიტანეთში რეგისტრირებული, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ აღასრულონ ეს სანქციები. დიდი კომპანიები, რომლებიც იმართებოდა ვირჯინიის კუნძულებიდან და საბოლოო რეგისტრაციის ადგილი ვირჯინიის კუნძულები, უკვე საქართველოში არის გადმორეგისტრირებული მისი ოჯახის წევრების სახელზე. თუმცა არის რაღაც კომპანიები, რომლებიც დღემდე რჩება ვირჯინიის კუნძულებზე, ასევე აქვს კაიმანის კუნძულებზე. რაც ითქვა გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში, რომ დაინტერესდნენ საქართველოს ყოფილი ან მოქმედ მაღალ ჩინოსნებს თუ არა ქონება, აქ შეიძლება გაცილებით მეტი კომპანიები და მეტი ადამიანის აღმოჩნდეს. ეს ჩვენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა გზებით მოპოვებული ინფორმაცია, თქვა რაც ვიცით, ივანიშვილს ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კიდე არ აქვს და ასევე არ ნიშნავს, რომ მოქმედ ან ყოფილ მთავრობის წევრებს არ აქვს იგივე ბრიტანეთის ოფშორ კომპანიებში სხვადასხვა ქონება და ბიზნესი რეგისტრირებული. ორი წამყვანი ბანკი საქართველოში, საქართველოს ბანკი და TBS-ის ბანკი რეგისტრირებული არის დიდ ბრიტანეთში და მათ ავტომატურად უწევთ ბრიტანეთის დაწესებული სანქციების ესე ვთქვათ, გათვალისწინება და ნებისმიერ ადამიანს დაებლოკება ამ ორ ბანკთან ნებისმიერი მომსახურების მიღება, ვინც მოხდება ბრიტანეთის სანქციებში. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე მოთხოვდნენ მას გაეტანა ეს აქტივები და ეტყოდნენ, რომ შეუწყოდნენ მომსახურებას იქაური ეგრეთული აგენტები და იქაური დირექტორები. ამიტომ შეიძლება რაღაცა დროზე შეთანხმდნენ, რომ აი ამ ვადას გაძლევთ და ამ ხნის განმავლობაში გაიტანეთ და შეიძლება ეგეთი სიტუაცია იყოს, არ ვიცი. გამიკვირდებოდა თუ აქვს კიდე რამე BVI-ზე, თუ ისეთივე სანქციები დაადეს მას, როგორც რუს ოლიგარქებს ადებენ მაგალითად ამერიკელებიც და ინგლისელებიც და ევროპელებიც. თუ ეს მოხდა, ეს იქნება პარალიზება მისი საქმიანობის. ბრიტანეთიდან ბოლო რამდენიმე კვირაა ძალიან მკაფიო სიგნალები მოდის. კერძოდ დევიდ მაკლირს თემთა პალატაში აქვს ინიცირებული წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით და სულ უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი ემატება ამ ინიციატივას. ასევე ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა შეხვედრა, საგანგებო შეხვედრა საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის, ევროკავშირის, საფრანგეთის და ასევე ჰელსინკის კომისიის, ამერიკის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა ეს შეხვედრა და იყო სწორედ ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული. შესაბამისად, ყველას აქვს უკვე განცდა, რომ ბრიტანეთი რაღაც ძალიან ქართული ოცნებისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებისთვის ემზადება.